და ახლა კი მოვიწვიოთ გადაცემის პირველი სტუმარი, ორთოდონტი ქალბატონი მარიამ სიჭინავა. სტუმარ თხოვთ სტუდიაში. მოგესალმებით. დღეს საინტერესო თემით ხართ მოსული ჩვენთან. თხოვთ. ქალბატონო მარიამ, კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. თუმცა სანამ დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ მიირთვათ წყალი მთის მოგეხსენება ზაფხულია და აუცილებელია ორგანიზმის შევსება წყლით. მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომაც. ქალბატონო მარიამ, როდესაც საუბრობთ თანკბილვაზე, ძალიან ბევრს გონია, რომ ეს მხოლოდ რაღაც ესთეტიკური საკითხია და სხვა მეტი არაფერი. თუმცა რეალურად მას არასწორ თანკბილვას ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, შეუძლია ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მოდით ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ, რა თქმა უნდა, ისეთი გასაგები ენით, თუ რა პრობლემებს ვაწყდებით ჩვენ არასწორი თანკბილვის შემთხვევაში. მოგესალმები კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო კითხვა და ვფიქრობ, რომ დამეთანხმებით იმაშიც, რომ თვითონ ადამიანის ორგანიზმი ერთი სინერგიული ჯაჭვია, ხო, ჯანმრთელობა. და მის ერთი რგოლის ამოგდებაც კი შემდგომ იწვევს მერე სტრუქტურულ ცვლილებას მთლიანად ორგანიზმში. მინდა გითხრათ, რომ თანკბილვის ანომალიების განვითარება, პათოლოგიები, თუნდაც ორთოპედიული კონსტრუქციები პირის ღრუში იწვევს სამომავლოდ მთლიანად ჩვენი ფიზიოლოგიური, ჩვენი ცენტრის დარღვევას. ანუ რა ხდება? ჩვენ მოგვეხსენება, რომ ქვედაღბა დაფიქსირებულია ქალაფუძესთან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი სახსარია და დამეთანხმებით, რომ ქვედაღბა მთლიანად უჭირავს კუნთებს და იოგებს. როდესაც ჩვენ გვაქვს არასწორი თანკბილვა, ყბა ვეღარ იჭერს, არ იცის თუ სად უნდა მოთავსდეს და იწყებს სხვა პოზიციაში გადმონაცვლებას. კუნთებიანად ხდება კუნთების ასიმეტრია. კუნთების ასიმეტრიის დროს ხდება თავის წინა პოზიციაში გადმონაცვლება და ხდება შემდგომ კისრის კუნთების, ზურგის კუნთების ტკივილი, ხერხემლის პოზიციის შეცვლა და იწევს, ეს არის უკვე დაღმავალი და არსებობს აღმავალი, როდესაც გვაქვს ჩვენ ბრტყელტერფიანობა, ამ შემთხვევაში ბრტყელტერფიანებში შეიძლება ბრუქსიზმი გამოვლინდეს ყველაზე უფრო ხშირად. ამას რა იწევს? ადამიანი ვერ იჭერს სწორ პოზიციას, არ იცის თუ როგორ უნდა დაიჭიროს, შემდეგ ვითარდება ხერხემლის პათოლოგიები და შემდეგ უკვე დაჭიმული კისრიდან გამომდინარე შეიძლება რომ განვითარდეს ბრუქსიზმი. ეს არ შეიძლება თქვათ პირდაპირ მნიშვნელობით, რომ თანკბილვის პათოლოგიები გამოიწვევს დღეს და ხვალ, მაგრამ სამომავლოდ ასაკის მატებასთან ერთად მივიღებთ ძალიან ბევრ პათოლოგიას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ხერხემლის პათოლოგიების შემდეგ, ხერხემლის პათოლოგიების დროს აღარ ხდება ფილტვის სრულფასოვანი გაშლა, ასევე საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე ხდება ორგანოების ზეწოლა, შეფერხება. ბოლო დროს ძალიან იმატა თქვენს მიერ აღწერილმა პათოლოგიებმა ბავშვებში. რასთან არის დაკავშირებული? უბრალოდ რეალურად მოიმატა თუ უბრალოდ დიაგნოსტიკა უფრო გახშირდა, უფრო მეტი მშობელი აქცევს ყურადღებას ამა თუ იმ დეტალს, უფრო მეტად ამაღლდა ცნობადობა ამა თუ იმ პათოლოგიის. აი ეს რო გამიჯნოთ, ანუ მოიმატა თუ უბრალოდ მივხვდით, რომ ბავშვს რაღაცა ჭირს. მომატებასთან ერთად შეიცვალა გარემო პირობები და ფაქტორები. გარემო ფაქტორებში ვგულისხმობ ძალიან კარგი და საინტერესო კითხვა დასვით და აქ მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი. თუ 5-10 წლის წინ იყო აბსოლუტურად სხვა მიზეზებით მოგმართავდნენ, თქვათ, მშობლები, თუნდაც ამოჭრის პათოლოგიების დროს, ეხლა ვაწყდებით აბსოლუტურად სხვა სურათს. ხა რას გულისხმობ ამაში? ყბების განვითარება, როგორც მე დასაწყისში აღვნიშნე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანკბილვის პათოლოგიების ჩამოყალიბება, რომ არ მოხდეს და პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ნაადრევი ვიზიტები, ხო? და ნაადრევ შემთხვევაში, როდესაც გვაკითხავენ, აღმოვაჩინეთ, რომ ყბების ზრდა არის აბსოლუტურად შეცვლილი. და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? კბილთა ამოჭრის დარღვევებმა. უამრავი ლიტერატურა, უამრავი ავტორი გვაწვდის უამრავ ინფორმაციას, თუმცა გარკვეული ჩამოვყალიბდით თუ რას ვის უნდა გავყოლოდით, რომელ ავტორს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, სრულიად შეიცვალა ყველაფერი. აბსოლუტურად შეცვლილი. ანუ რას გულისხმობ? თუ სარძევე თანკბილვის პირობებში
მუდმივი კბილი ამოიჭრებოდა სარძევე კბილის ქვეშ. მოყვებოდა სარძევე კბილი ჩვენ გვინახავდა ადგილს მუდმივი კბილისთვის და ვიცოდით რომ იქ ამოიჭრებოდა. და სწორი დაგეგმილი, აი მაგალითად 8-9-10 წლის წინ დაგეგმილი პაციენტები მყავს, რომელთაც სწორად ვუნიშნავდით, როდის რომელი კბილი უნდა მოეცვალა და შეგვენარჩუნებინა სარძევე კბილები როდემდე, სადამდე და ასე შემდეგ, მათ არ დასჭირვებიათ ორთოდონტიული აპარატები. მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ვაწყდებით აბსოლუტურად სხვა რეალობას. წამოვიდა მაკროდენტები, ანუ ზომაში მომატებული დიდი ზომის კბილები, რომლებიც ყბაში ვერ ეტევიან და ყბის ძვალში აბსოლუტურად შეცვლილები არიან, შეცვლილია მათი პოზიცია. თუ მუდმივი კბილი არის გადანაცვლებული, ეს გამოიწვია კვება. კარგმა საკვებმა. არა, დაბლენდერებულმა საკვებმა. ბავშვები, რომლებიც არ ჭამენ მაგარ საკვებს. ყველაფერს ვუტარებ, ყველაფერს უბლენდერების, რომ ყველაფერი ის არ ღეჭავს. ჩვენ ბებიებს გვეჩქარება, უნდა დაღეჭოს და ჩაყლაპოს. დიახ, სამწუხაროდ კვების ქცევის დარღვევებმა იმატა, რაზეც მშობლები ძალიან ხშირად წუწუნებენ ამის გამოც და აი ამან მოგცა აი ეს ძალიან ცუდი მდგომარეობა. ჩვენ როდესაც ვნახულობთ რომ ყბის ძვალში მუდმივი კბილი არის სხვა პოზიციაში და სარძევე კბილი არ უშვებს, ვიღებთ ნაადრევად. ნაადრევი ექსტრაქცია იწვევს მეზობელი კბილების ცოტათი მაინც გადმონაცვლებას და ეს მოგცემს ყბების გარკვეული ტიპის პათოლოგიებს სამომავლოდ. აი ეს წამოვიდა ბოლო პერიოდის ტენდენციები, რაც შემიძლია გითხრათ, დაკვირვებით ბოლო რამდენიმე წელია. რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ყურადსაღებია და ასეთ შემთხვევაში მშობლებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, რომ მაგარი საკვები მისცენ იგივე ვაშლის მოკბეჩა, 2 წლის ასაკიდან კიტრია, ეს მაგარი და მყარი სტაფილოს კბეჩა, ღეჭვა და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, საღეჭი რეზინი არ უნდა მივცეთ დიდხანს და კვების დროს ვაკონტროლოთ. ბავშვმა უნდა ღეჭოს როგორც მარჯვენა მხარეს, ისე მარცხენა მხარეს სიმეტრიულად და საკვები პატარა ზომის და დიდხანს უნდა ღეჭოს. არავით არის გაჯეტების საშუალებით. რა თქმა უნდა, ეს მეორე თემა, რომელიც ძალიან აქტუალურია. ძალიან. ქალბატონო მარიამ, როგორც ნებისმიერ მედიცინის, ნებისმიერ დარგში, ბუნებრივია ამა თუ იმ დარგის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია ციფრული ტექნოლოგიების გარეშე და ამ მიმართულებით რა ხდება ორთოდონტიაში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, თუნდაც დიაგნოსტიკის კუთხით, თუნდაც რაღაც პროგნოზირების კუთხით და სამომავლო შედეგის, ასე ვთქვათ, დანახვით პრაქტიკულად შეუძლებელია ალბათ თანამედროვე ორთოდონტიის განხილვა. დამეთანხმებით, რომ მედიცინა ისე სწრაფად ვითარდება, როგორც არასდროს, ასევე ორთოდონტია და მით უმეტეს ციფრული ორთოდონტია, რაც გულისხმობს. ადრე თუ იყო ზომის აღება ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, თუნდაც ღებინების რეფლექსიდან გამომდინარე, დღეს ამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია რამდენიმე წუთიანი პროცედურით, ეგრეთ წოდებული სკანერებით. შემდგომ ამ ყველაფერს ჩვენ ვაგზავნით, აღარ ხდება თაბაშირის მოდელების ხშირ შემთხვევაში ჩამოსხმა, იპრინტება სპეციალურად ყბები, მოდელები, რომელზეც შეიძლება რომ გარკვეული ტიპის ორთოდონტიული აპარატები დამზადდეს, რაც ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის და მაქსიმალურ სიზუსტეს უწყობს ხელს. ასევე გარკვეული აპარატები, როდესაც ხდება სკანირება პირისყრუსი, შემდგომ შეიძლება ჩვენ ვაჩვენოთ პაციენტს სამომავლოდ რა შედეგი ექნება. ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ციფრული თანამედროვე მიდგომა თანამედროვე ცხოვრებაში. ეგრეთ წოდებული გამჭვირვალე ელაინერები. რა არის ეს მაყურებელს უცხოთ და რატომ არის კარგი და რა სიახლეა, რა კუთხით არის გარღვევა ეს დღევანდელ ორთოდონტიაში? დიახ. ყველა თანამედროვე ადამიანს ანუ ცნობადობამ და ცნობამ იმის შესახებ, რომ თანკბილვის გასწორება არის უმნიშვნელოვანესი, ამისთვის არის ზუსტად ის, რომ უხილავად გაისწორონ ადამიანებმა, ვისაც აქვთ, ვთქვათ, ბრეკეტ სისტემის დარების კომპლექსი. ან სურთ ამ ელაინერების პლუსი კიდევ გახლავთ, გარდა მისი უხილავობისა, შეიძლება რომ რამდენიმე კბილის გასწორებაც კი მოხდეს. მაგალითად, ის რაც არ მოგწონდა, თუ ვიტყვით, რომ ბრეკეტ სისტემის
ძალიან მაღალი პროცენტი, აი უიშვიათესი გამონაკლისებია, როდესაც ჩვენ ბრეკეტ სისტემას ვაკეთებთ მხოლოდ ერთ ყბაზე. ელაინერების შემთხვევაში შეგვიძლია რომ ერთ ყბაზე გავაკეთოთ და პაციენტს რა სურვილიც აქვს, რამდენიმე კბილის გამოსწორება უნდა თუ როგორ უნდა, ამ ყველაფრის ვაკეთებთ არსებული პროტოკოლით ვაგზავნით ლაბორატორიაში, ეს იქნება საზღვარგარეთ თუ საქართველოში. შემდეგ იქ ჩვენ ვეუბნებით რა სასურველი შედეგი გვინდა რომ მივიღოთ და უკვე მოდის გათვალისწინებთ რამდენი კაპად შეიძლება დაჭირდეს პაციენტს. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ეს არის პირდაპირ პროპორციული კაპის რაოდენობა ფასთან. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, თუმცა შესაძლებელია რომ ადამიანმა უხილავად გაისწოროს და მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ქალბატონ მარიამ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სოფლიოში როგორი ტენდენცია ორთოდონტიაში და რამდენად ჩვენი ქართული ორთოდონტია მიყვება ამ ტენდენციებს და დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩამოუვარდება. რა არის ის ძირითადი თანამედროვე მიმართულებები? მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქართველი ორთოდონტები ფეხდაფეხ მიყვებიან მსოფლიოს სიახლეებს. ყველა ძალიან ბევრი მათგანი გადის საზღვარგარეთ მასტერკლასებს, გვაქვს იმის ბედნიერება და ფუფუნება, რომ ძალიან ცნობილი სპიკერების ვებინარები, ლექცია მასტერკლასები მოვისმინოთ საქართველოშიც. ასევე კურსები ტარდება მსოფლიოს სპიკერების მეშვეობით, რომელიც კვალიფიკაციას ამაღლებს. ამ მხრივ ძალიან საკმაოდ ზედმეტად წინაც კი ვართ ბევრ ქვეყანასთან შედარებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სპეციალისტებიც, რა თქმა უნდა, უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ჩვენ უცხოელ კოლეგებს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. და თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის, რომ პატარების განვითარებაში ავიცილოთ გადახრები, ასე ვთქვათ, და გართულებები, რაც შეიძლება მოყვეს არასწორ თანგბილვას. პირველ რიგში ეს არის მომართვიანობა, როდესაც ვიძახი ხოლმე რომ 3 წლის ასაკიდან მოხდეს მომართვა, ძალიან უკვირთ, მაგრამ აქ არ გულისხმობ ესევე პირდაპირ ჩარევას, აქ იგულისხმება ბავშვის პირველი ეტაპი, რომ გარემო პირობებს შეეჩიოს, მდგომ გარემო შეეჩიოს და მოხდეს ყბების დათვალიერება. რატომ ჭირდება 3 და 4 წლის ასაკი? იმისთვის, რომ არის გარკვეული პათოლოგიები, მაგალითად, ქვედაყბა, როდესაც მკვეთრად არის შიგნით გადანაცვლებული. ამ შემთხვევაში შეიძლება რომ მარტივი ჩარევით, ორთოდონტიული ჩარევით, ჩვენ თავიდან ავიცილოთ ორთოდონტიული აპარატებიც კი. ხოლო შემდეგ 5 წლის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ დროს უნდა გაიცვითოს ყველა სარძევე კბილი და მათი არასწორი გაცვეთამ, ან ცალმხარეს გაცვეთამ, ან არ გაცვეთამ შეიძლება გამოიწვიოს ყბების პათოლოგიების განვითარება. უმნიშვნელოვანესია, როგორც გითხარით, ყბების განვითარება. კბილებს ნებისმიერ ასაკში დავალაგებთ. თუმცა გარკვეულ ასაკში, აი მაგალითად, როდესაც ამბობენ ხოლმე, ხო, მითია, რომ სანამ სარძევე კბილებს არ მოიცვლის პაციენტი, მანამდე არ შეიძლება ბრეკეტ სისტემის დაფიქსირება. ეს არის მითი. რატომ? მთელი ლიტერატურულად გვაქვს დადასტურებული და პრაქტიკულად, რომ 8 წლის ასაკიდან შეიძლება ბრეკეტ სისტემის დაფიქსირება. გააჩნია მდგომარეობას, გააჩნია სიტუაციას. უბრალოდ ამას შემდგომ ორთოდონტი თვლის, მაგრამ არსებობს გარკვეული პათოლოგიები, როდესაც 12-13 წლის ასაკში, როდესაც ბავშვს დასრულებული აქვს მოცვლა. ამ შემთხვევაში გარკვეული პათოლოგიებისთვის დაგვიანებულიც კი შეიძლება იყოს ორთოდონტიული მკურნალობის დაწყება და საჭირო გახდეს ორთოგნათიური ქირურგიის ჩარევა უკვე ამ დროს. ამიტომ ნაადრევი მკურნალობის დაწყებით ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას ვიცილებთ. და როგორც აღვნიშნე, 6 და როდესაც ემზადება მუდმივი კბილების ამოსაჭრელად, ორთოპანტომოგრამის გადაღება არის უმნიშვნელოვანესი, რათა ორთოდონტმა დაგეგმოს, როდის რომელი კბილი უნდა ამოვიღოთ. რომ ისედაც შევიწროვებულ არებს არ დაუმოკლოთ კიდევ ადგილები, რათა მუდმივი კბილებმა იპოვონ სწორი გზა და სწორად ამოვიდნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნაადრევი მკურნალობის დაწყება. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო ჩვენთვისაც. ძალიან დიდი მადლობა. და აბუისთვის და გიორგი სამიშვილის შვილი ყავს გამასწრო მე ერთი, მაგრამ მოკლედ მეტი ყურადღება მათ კბილებს. აუცილებლად აქტუალურია ეს თემა. და ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით მომავალში ამ საკითხს. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ექიმი ორთოდონტი ქალბატონი მარიამ სიჭინავა. საუბრობდით თანამედროვე მიდგომებზე ორთოდონტიაში.